ნარჩენების მდგრადი მართვა ამ თემაზე საჯარო ლექცია შოთა რუსაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სპეციალისტების სტუდენტებს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ძირითად პრინციპებზე, გამოწვევებსა და ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების საკითხებზე ესაუბრნენ. ლექციის დაწყებამდე სტუდენტებმა აქცია კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და აღნიშნულ თემაზე შეკითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულების სიმბოლურად მწვანე ჩანთები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფარგლებში გაიმართა. მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში მით უმეტეს ჩვენი რეგიონისათვის, რადგანაც ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიების დახვეწას ვეცნობიეთ და პირველ რიგში ეს პროექტი მიმართული არის სტუდენტებზე და იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი არის, რადგანაც ამ პროექტით შესაძლებლობა გვეძლევა ავიმაღლოთ ჩვენი ცნობიერება ეკოლოგიური მიმართულებით. პროექტის მიზანი არის ნარჩენების მართვის სისტემების პოპულარიზება და დანერგვა ქვეყანაში. პროექტი მიმდინარეობს ორ რეგიონში, ეს არის კახეთის რეგიონი და აჭარის რეგიონი. მსგავსი საჯარო ლექციები, რომელიც დღეს გაიმართა ბათუმის უნივერსიტეტში, ტარდება პერმანენტულად.